ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. გამარჯობათ, მეგობრო, არხის გამწერბო. კარგო ხალხო და ღვინის მოყვარულ ადამიანები. თუ ღვინო გიყვართ, ესე იგი საქართველოს გიყვართ. გინ დაიჯერეთ, გინდა რა კასპში. და ეს საინტერესო ადამიანი მინდა გაგაცნო და თვითონ ღვინოზე მინდა ვილაპარაკოთ დღეს რა. იმიტომ რომ ხო იცი ღვინო არ იქნება არც ქართველები არ ვიქნებით რა. და ეხლა ვიღაცა თუ ღვინოს არასვავს შეიძლება დაიწყოს, აი მის ღვინო ალკოჰოლი არ არის. ღვინო არის ცხოვრების წესი. ეხლა ღვინო თავარი რა არის, ხო? ყველაზე დიდი ცენტრი მწარმოებელი და რამე კახეთია. მაგრამ ქართლშიც არის ღვინოები. დასავლეთშიც არის, იმერეთშიც, გურიაშიც, სამეგრელოშიც ყველგან მოდის ღვინო. ყველგან მოდის ყურძენი, ენდემური ჯიშები რაც არის, ქართლიც არის. ჩვენ და სამწუხაროდ ბევრი ენდემური ჯიში არ ვიცით. და რავი, მე ვეცდები რომ ყველაფერი აი გაგაცნოთ რა თვითონ. მე პროფესიონალი მეღვინი არა ვარ და რაღაცა. ღვინო მიყვარს, არა ვმარლავ და რაღაცები ვიცი, მაგრამ ახლა სომელი რო ვიყო და არიქა და მე ვენახე ეგეთი ტიპი არა ვარ. თუმცა მინდა რომ ვიყო ეგეთი ტიპი რა. ხო და აი რომ გავიგე რომ კასპში არის ესეთი მცირე საწარმოა, მარანია ადამიანი, რომელიც ქართლში ვენახი გააშენა, ოთლებში ასხავს, ყველა ვარიანტი ყიდის და ყველა ვარიანტი უნდა რომ უფრო გაფართოვდეს ეს ამბავი რა. თუ ყველა ქართველი მაგას მიბოძეთ ყველა კუთხეში ზემო იმერიდან დაწყებული ზოგსოგუნი არ მოდისო იქო ყურძენიო და თქვათ რა ვიცი უდაბნოში მოდის ყურძენი, მაგის დედავატერი, ხო და ბატონი დავითი არ მახლი, იმიტომ რომ ხლა ღვინო და რაღაცა ჯერ ბავში პატარაა და მაგ არ მინდა ჩავთო და შეიძლება ვერც გაიგოს. ეხლა მე მაგასაც ველაპარაკები, მაგრამ თქვენ იმედია გაიგებთ, ხო? ხო და მოდი მივიდეთ ეხლა იმ ადამიანთან. აქვე ცხოვრობს კასპში, ვენახები აქ აქვე, კასპის რაიონში. მე არა ვარ ნავყოფი, ახლობელმა მითხრა რომ ეგეთი ადამიანი არსებობსო და მივიდეთ და გაგაცნობ და გალაპარაკეთ. თუ ამდენი ხარით გაჩერდით და მისმით, ესე იგი ღვინო გაინტერესებს. თუ ღვინო გაინტერესებს, ესე იგი კაი ხალხია. თუ კაი ხალხად კიდე ერთად ვიყოთ რა. წავიდეთ და ვნახოთ. მაშასე მეგობრებო, აი მოვედით, ვენახია ესეთი გაკეთებული ხეივანი. ხო და აი მეღვინე მინდა გაგაცნო რა. მე თუნდაც არ ვიცოდი, ვერ წარმოვიდგინა ქალბატონი არის და ქართლში რო თა ქალბატონი რო ესეთ ღვინოს ამზადებს, მინდათ გაგიცნოთ თქვენ სახელი და გვარი წავდგით. ირმა მერებაშვილი. აჰა, კასპში დადებთ, ხო? კი ბატონო. დავიბადე და გავიზარდე კასპში და ეს ჩვენი მამაპაპისეული მამული გახლავთ, სადაც გვაქვს ხეივანი, ძირითადად გვაქვს ჩინურისა და თავკვერის ჯიშის ვაზები და გვაქვს გორულაც. თუმცა მე გაჩვენებთ ცოტა ხანში ჩვენს ერთ-ერთ უნიკალურ ლანდშაფტზე დავიწყეთ მესხური მწვანის ჩაყრა. და კი ბატონო და იქ ტერასებს ვაკეთებთ. ჩვენ წარმოშობით მესხები გახლავართ. მე-19 საუკუნის შუახანებში ჩემი დიდი პაპა აქ თავის ძმებთან ერთად ჩამოსახლებულა 7 შვილით, 7 ვაჟიშვილით და დასახლდნენ კასპში. ნუ ისე მოხდა რომ დღეს მერებაშვილების გვარი ყველაზე დიდი გვარია რაოდენობრივად კასპში. კი ბატონო და ეს მამულები ჩემს პაპას შეუძენია ამილახრისაგან აქ მუხის ტყე ყოფილა და სწორედ აქ გაკაფული მუხებისაგან ააშენეს ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ჩავალთ მამაპაპისეულ სახლში და აი აქ დამზადებული მუხის მორებისაგან არის აშენებული ჩვენი მარანი, სადაც დაიწყეს ჩემებმა ცხოვრება მუხის დედაბოძებით და ჭერითაა ის მარანი გაკეთებული. Ai, ეს არის მე-19 საუკუნის შუა წლებში.
ანუ აქ სადღაც 50 კი ბატონო კი და თქვენ რა გადაგაწყვეტით რომ ყურძენთვის ხელი მოგეკიდებინეთ ანუ ვინულის ამას მოდი ახლა უკვე მე გასვლა მე ვისწავლე ტრენინგებზე ესპანელ ტრენერთან ბატონ ხულიოსთან და მე თავად ვსხლავ ჩემს ვაზებს აი ეს ამოდენა ვენას კი ბატონო ქვენული ხოლოთ ამას არა ქვემოთაც გვაქვს ჩვენ დიდი ხეივანი და ახალშენი გვაქვს დაბლარი შეწამვლითაც ქვენაწამლა შეწამვლით ჩემი მეუღლე განაწილებული გვაქვს ეს ფუნქციები ხო ეხლა მძიმე რა საკვირველია შეწამვლის საკითხები ჩემი მეუღლის პრეროგატივა თვითონ მოვლის მეთოდები რა არის ბიოღვინო არა ეს არის ბიოღვინოზე უფრო მკაცრი კრიტერიუმებით დაყენებული ღვინო ჩვენ 2022 წლიდან ვართ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები ძალიან მკაცრი ინსპექტირება გავიარეთ და ყოველ წელს გავდივართ აი წელსაც განაცხადს გავაკეთებთ რომ კვლავ მოვიდნენ ინსპექტირებაზე ყველაფერს ამოწმებენ როგორ ვუვლით ვენახს როგორ ვუვლით ღვინოს როგორ ვაყენებთ მარანში რა მდგომარეობაა ხომ არ გვაქვს გადაცდომა და ხომ არ იყენებს ვინმე შხამქიმიკატებს პესტიციდებიდან ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ისეთ შესაწამლ საშუალებებს, რომლებიც ბიოპრეპარატების ნუსხაშია შეტანილი და ამ ბიოპრეპარატებიდან ჩვენს ასოციაციას კიდევ ცალკე ნუსხა აქვს გაკეთებული და მხოლოდ იმ პრეპარატებიდან ვარჩევთ ხოლმე, რასაც ჩვენ ასოციაცია რაზედაც რეკომენდაციას გვიწევს. ჩვენ ვხმარობთ ძირითადად ბორდოფლოს პრეპარატია, რომელიც შაბიამანსა და კირს შეიცავს მხოლოდ და ჩვენ რამდენიმე შეწამვლისას, 4 შეწამვლაზე ვამატებთ გოგირდს, რა თქმა უნდა, დოზირებულად. ეს დოზები ჩემმა მეუღლემ იცის, მე ამაში არ ვერევი ხოლმე. ჩვენ მაქსიმუმ 5-6 ჯერ ვიყენებთ მხოლოდ შეწამლას. მეტად არ ვაკეთებთ. სადღაც ივლისის ბოლოსათვის ჩვენ უკვე დასრულებული გვაქვს ხოლმე შეწამვლის პროცესები. არ მოქმედებს იმაზე, რა ქვია. აი ხლა მაგალითად არიან, რომ ქართლიც. ბევრი ვიცი ახლა. ხო, ახლა არ არის განთქმული დიდი, ადრე იყო ზრები რაღაცა, უშედეგელი, მაგრამ ახლა კოლმეურნეობას არ გავდახონე მაგას, მაგრამ. კი. ეხლანდელი მე მინახია, ვისაც მოყავს, რომ 1000-დან შხამას ასხავენ. და რო ვეუბნები, რატო ვაკეთებთ ის ხომ მერე შედის ღვინოში რა საკვირველია. არ მოდისო, ფუჭდებაო. ბუნებას გადაკეთაო და აი თქვენ მაგ მხრივ როგორ ხართ? შერიგებული ხართ იმას, რომ ნახევარი მოსავალი დაკარგოთ თუ არაფერს არ უკარგავთ, ბატონო ზურაბ, არაფერს არ უკარგავთ. ერთადერთი ცუდი გამონაკლისი ჩვენ მქონდა შარშანდელი წელი, როდესაც, პრაქტიკულად თითქმის სულ გაგვიფუჭდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოსათვის ეს საკმაოდ რთული წელი იყო, კი, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ რომ ოდნავ მეტი ყურადღება გამოგვეჩინა და ვთქვათ, აი, რამდენიმე დღით ადრე შეგვეწამლა, ალბათ გადავარჩენდით, კი. დაგვაგვიანდა, იმიტომ რომ ქართლში ჩვენ არ ვართ შეჩვეული ასეთ რთულ ამინდებს. პრაქტიკულად მთელი გაზაფხული წვიმდა. ხო და მაგანითის მე ის რა ქვია. და ძალიან უცნაური იყო ეს ქართლისათვის, აი დასავლეთელები უფრო მომზადებული შეხვდნენ ამას, იმიტომ რომ მათ იციან ტენის პირობებში როგორ მიხედონ ვას. ყურძნებიც აქვს რომ ეხლა ჩინურს არ უყვარს ეგეთი რა. კი, ამიტომ ჩვენ ყურძენს ძალიან გაუჭირდა და აი ბოლოს 3 შეწამვლა მხოლოდ იმიტომ შევწამლეთ რომ ვაზი გადაგვერჩინა და ახალი ფოთლები რომ ამოვიდა, აი ძალიან ბედნიერები ვიყავით. კი, აბსოლუტურად. მე მსგავსი რამ არ მინახავს, აი რაც თავი მახსოვს, სულ ვენახი გვაქვს, სულ ღვინოს წურავენ ჩემები და ფოთოლი გაყვითლებული მინახავს, მაგრამ ფოთლის გარეშე ვაზი პირველად ვნახე გაზაფხულზე. კი, კლერტები და აი მარტო ეს იყო ხო დარჩენილი, აი როგორც ეხლა არის. კი, ნამდვილად და აი გადავარჩინეთ ვაზი და წელს საბედნიეროდ იმდენი არა, რამდენიც შესაძლო იყო მოესხა, მაგრამ მე მადლიერი ვარ ჩვენი ვაზების რომ კარგად მოისხა. ხებს როგორ აქვს საქმე, ვინც შხამათი წამს? აბსოლუტურად მსგავსი სიტუაცია იყო. ყველას გავ. კი,
გაუფუჭდა. ხო, იმიტომ რომ იგენს გაყურებულები იყვნენ, რომ ამდენსავ წამლავთო და კი, ნამდვილად ყველას გაუფუჭდა. ნუ შხამქიმიკატი კიდევ ერთი პრობლემა არის. სამწუხაროდ ძალიან ბევრი არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ შხამქიმიკატის გამოყენება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ყველაფერს. თავად ვაზის ნერგს, ნიადაგს, ნაყოფს. ნუ ღვინო რასაკვირველია, ისეთი გემოვნური თვისებების არ არის, როდესაც ყურძენი შხამქიმიკატით არის შეწამლული. რატო ზამლავენ? რა გითხრათ, იმიტომ რომ ბევრი მოიწიონ. ანუ იმაზე მეტი მოდის. რასაკვირველია, შხამქიმიკატს შეუძლია მაქსიმალურად გამოავლენინოს ნერგს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვაზის ნერგია, ხეხილია, რასაკვირველია. თუმცა შემდეგ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირდება, ხომ? როდესაც მაქსიმალურად გამოაქვს მას ენერგია, ნუ მალე აღარ არის ის ვარგისი. ხო, მცენარე ზიანდება. ამიტომ როდესაც მე გადავწყვიტე რომ ჩემი ვენახი მქონოდა ორი აზრი არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით რომ შხამქიმიკატი არ უნდა მიმეკარებინა ვაზებისათვის და მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით უნდა შეგვეწამლა. იმით, რითაც პაპა ჩემი წამლიდა, ჩემს ბავშვობაში მამა ჩემი, თუმცა შემდეგ, ნუ რაღაც ეს საბჭოთა ეპოქის ნოუ-ჰაუ იყო შხამქიმიკატების აღმოჩენა და ყველას ძალიან მოწონდა, იმიტომ რომ მოსავლიანობა მეტი იყო, დაავადებები ნაკლები იყო, კი. კოლონისტების დროს დაგეგმარება მიდიოდა რომ რაოდენობაზე იყვნენ ხარისხის საერთოდ არ აინტერესებთ არანაირი. შენ რაღაც ექსკლუზიური ვენახები იყო სადღაც იქ ცეკასთვის ვამბობდნენ, მაგრამ დანარჩენი ახლა მოსახლეობას ალევინებდნენ, წყალსურებდნენ, შაგასურებდნენ და არა ძალიან მიხარია რა, რომ იმიტომ რომ დიდი სიხეული წამოიდის ეს ამბავზე რომ რა ვიცი, თუ ვინც გიყვარს სხვათა შორის კასპში მე არ ვიცი, ვინც ასეთი მეთოდით უვლის ვას. ეხლა ჩვენ კასპის ქალაქს ეკუთვნის ეს ტერიტორია, კი, მაგრამ ეხა ქალაქს რომ არ გავს აქაურობა, კი იცით, მე არა, ხო, მაგრამ ეხა კასპი ხო, კი ბატონო. ქალაქს ეკუთვნის ნამდვილად. ინდორში და იმაში. არა, ჩვენ ნომერიც გვაქვს, მაგრამ ჩვენი აი ეს ქუჩა, რომელიც თქვენ გამოიარეთ, რუკაზეც კი არაა დატანილი სამწუხაროდ. ეს კასპის რაიონის გამგეობა. რასაკვირველია. ის არის რა ქვია. ჩვენ გვაქვს მაგრამ ახაც მოვლენი, იმიტომ რომ ქვემოთ ისე კარგად იყო ყველა. კი, ნამდვილად ძალიან კარგად გააკეთეს, კი, ნამდვილად. კი, და კარგად აკეთებენ. აი ჩვენ ახლა ვთხოვეთ რომ აი ეს გზა გაგვიკეთონ, თორემ აქ წვიმის და ნუ თოვლის შემთხვევაში ძალიან რთულია ხოლმე. ხო, არა, ნუ დიდი მანძილიც არ არის და. არა, რა თქმა უნდა. ეს ვაშლის თქვენია? ეს არის ჩემი ბიძაშვილის. ქართლი უფრო ასოცირდება ხეხილის იმასთან, რა ქვია. ხო, როცა უნდათ რომ ასე ასოცირდებოდეს, კი, მაგრამ ნუ გაქონდათ ხეხილის რა ქვია ვაშლი. ჩვენ ყოველთვის ასე გქონდა, პაპას ყოველთვის გქონდა ხეხილიც და ვაზიც. ყოველთვის. მაგრამ აი საწარმო მნიშვნელობაა რომ ვიღაცას მიეცა რომ თქვათ. საწარმო უფრო კოლმეურნეობა. ხო, მეც მახსოვს იყო, მაგრამ მე ესეც გაიჩეხა მიწები რომ დარიგდა. სამწუხაროდ, ჩვენ შეგხვდა ჩვენ მეზობელმა დაგვიწვა სამწუხაროდ. და აღარ ვენახი თავის ბალახს უვლიდა და ნუ გადაედო და იქ იყო სხვა შორის ჩვენი თავკვერი, მინდა გითხრათ რომ არის უნიკალური ჯიშის თავკვერი. ჩვენ აი ახლა ბუნებრივი ღვინის ასოციაციის მიერ გამართულ ფესტივალებზე მუდმივად ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას და სულ ვცდილობ ჩვენი ასოციაციის წევრების თავკვერი გავსინჯო ხოლმე და აი ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენნაირი თავკვერი არავის არ აქვს და ეს თავკვერი არის სწორედ კოლმეურნეობის აი ვენახიდან წამოღებული და აქ გახარებული. კი, ძველი ჯიშია და ჩვენ დიდი ხეივანი გვაქვს თავკვერის და აი ძალიან ვამაყობთ ამ ყურძნის ჯიშით და ცოტა რთული მოსავლელი კი აქვს თავკვერი. რა გითხრათ, ჩვეულებრივი. არა, იმასთან შედარებით ვიძახი, რა ქვია, ქაწითელთან შედარებით. ხო, აი ქაწითელს როგორი მოვლა უნდა არ ვიცი. აქეთ არ შეიძლება ხო ქაწითელი ვერ. არა, ქაწითელი მე ჩავრგე. ნახეთ, ჩავრგე იმისათვის რომ მიყვარს ძალიან საჭმელად და რა ვიცი, დიდად ვერ იხეია. ხო, ვერ შაქრიანობას ვერ იღებს. კი. აი ჩვენ ესეთი უნიკალური ადგილი გვაქვს აქ. რამდენი ყურძენი მოდის
ამ ხეივანზე ადრე მოდიოდა სადღაც 3 ტონამდე ყურძენი, მაგრამ ახლა ამდენი ვერ მოყავს, იმიტომ რომ შარშან მოვკრიფეთ, ლადო, რამდენი დავწურეთ? სადღაც 200 კილომდე მოვკრიფეთ, მაგრამ მადლობა ვუთხარით ჩვენს ხეივანს, იმიტომ რომ შარშან საერთოდ არაფერი არ არის. შარშან ხო. კიდე რა არის, ახლა რავი, კასპელების უყურებთ ამბობს და სულ არ მოველოდებოდი რომ აქ ბამბუკის ისაგად გაშენებული თქვენი, ხო? ნაპირის ლეხურის შესაკავებლად და ნაპირის გასამაგრებლად ძალიან ბევრი წლის უკან ჩემმა ძმამ დარგო აქ ბამბუკები და ჩვენ ვაგრძელებთ ახლა ამ შრომას, ვუვლით ბამბუკებს, ვწყავთ, კი, მხოლოდ ლეხურის წყალი არ ყოფნის ამას და ჩვენ რუს წყლით ვწყავთ ხოლმე რომ შეინარჩუნოს. ხო არა, ბამბუკს წყალი უყურს. კი, სიცოცხლის ვანდალები რამე მოდიან, კი, სამწუხაროდ გვიჭრიან ხოლმე ამ ბამბუკებს, მაგრამ დავქნათ. ხო, არა უშავს რა, ბუნებამ თუ ერთი ისახნა რა ქვია. აი ახლა ამ ბამბუკების გადარგვა გვინდა ჩვენ აი აქეთაც ხევის პირზე. ანუ ეს არის თავკვერის. მობძანდით, კი ბატონო, ეს არის ჩვენი თავკვერის ხეივანი, რომელიც ჩემმა ძმამ და მამაჩემმა გააშენეს. ჩვენ აი აქაც გადავჭერით, ცოტა შეცდომა დავუშვი მე, მაგრამ გაიზარდა ახლა და აქ ძირითადად ჩინურებია და თავკვერიც. ზოგი ჩინური დავამყენით, ზოგი თავკვერი და საბედნიეროდ აქ ყველა ნამყენმა გაიხარა. აი ასეთი თან მაგარია რა, დაბლა სამუშაო ხეივანია, ჩვენიერი. კი. აჰა. ამას ოდესაც ხლავთ ხოლმე. საყვარელი თავკვერის მინდოდა დეკემბერში, მაგრამ ვერ მოვასწარი და მე რაღაცა ძალიან სიცივეები დაიწყო. ამიტომ ცოტა შევხედავთ ამიდებს და ნელ-ნელა დავიწყებ გასხლას, იმიტომ რომ მე რო ყინვა არ დაატყას, ხო? რა თქმა უნდა, ყინვა არ გააფუჭოს. ზემოთ იქ ცოტა გვიან ვსხლავ ხოლმე, იმიტომ რომ მამაჩემმა დამარიგა ახალი ვაზი გვიან გასხალი არ გაფუჭდესო და იმას ალბათ უფრო მარტის ბოლოს აი აქ ჩვენ გვაქვს თავკვერის ნერგები, აი იქეთ, ნაწილი გადავრგეთ ზემოთ და ეს მომყენია, ხო? ესენიც გადასარგავია, აი ეს თავკვერია, ისინიც და იქ აღარ არის ადგილი და აი გადავწყვიტე რომ ცოტა ხეხილი შევავიწრო აქ და აი აქ უკვე დაბლარს გავაკეთებ. ხო. ეხა მე უნდა წაგიყვანოთ ზემოთ. ჩვენს უნიკალურ ლანდშაფტზე ზემოთაც არ ძალიან მაგარია რა, რომ აი ესეთ საქმეს მივდევთ. ხო და მე სიმართლე გითხრათ. გამოგდით ეგ უფრო მაგარი. კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად არ არის ადვილი ამისი კეთება, მე ვაღიარებ, რომ ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება. 3 გრადუსი ყოველთვის განსხვავებული ტემპერატურაა ხოლმე აქა. ზაფხულშიც მაგაც უკობოდი სოლოლაკელი ვარ და იქ ცხოვრობ. აივანზე ვიმარ და ვენტილატორზე ვარ. გაკეთებული. დავრგეთ გვაჩუქე. ისე მაგარი შრომა უნდა ხოიბი. ძალიან, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ და ეს იქნება რაღაცა ისეთი უნიკალური რამ. ძალიან მაგარია. კი. ამ ხელა გეგმები გაქვთ. კი, ნელ-ნელა ვაკეთებთ ერთიანად. ლადო, მომკიდე ხელი თორე დავრჩები ფლოსტუშკების გარეშე. ეხა იფიქრებენ ეს ქალი აქ ვერ დადისო და რა იციან მე როგორ დავძურები ყველგან, მაგრამ არასათანადოდ ჩავიცი. თანამედროვე ტეროარებს ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება და ჩვენ ესეთი ტეროარები გვაქვს. ლადო, ნელა. მიდი თორე გამძურება ფლოსტოშკები. აი ჩვენი პირველი ტერასა. აი ეხა არ ეტყობა ბალახებია. აი ვაზი კი ეტყობა. კი, ვაზები არის, ეს არის მესხური მწვანის ნერგები. ყველამ გაიხარა, 15 გვაჩუქეს ნამყენი და აი იქით მაქვს, იქეთ ტერასაზე ეს აქ ვიყიდე ოკმის, კი არა და მუხრანის მეურნეობაში. იმათაც გაიხარეს, ოღონდ ბევრი ვიყიდე და იმდენი ვერ გადარჩა. აი აქ არის ეს პრობლემა არ არის? აქაც არხი გვაქვს ჩვენ. ზემოდან თუ არხი ძალიან მაგარია. კი. თორე აქ მაინც ძალიან ჰავა რო გვაქვს. ამას უნდოდა, იმიტომ რომ ხა ახალშენი მოურწყავად არ გამოდის. თუმცა ძალიან აი იქედან გვაქვს სანაკადულო.
ძალიან რთული მოსარწყავია და აი მე რაც ვრწყავ შლანგებით გამომაქვს ხოლმე დავდებ მე გადამაქვს იმიტომ რომ ნუ ვერ ირწყვება კარგად მიღვრით არ წყავთ ამებს კი წვეთოვანია ჯობია წვეთოვანი ჯობია კი მაგრამ იმას გარკვეული თანხები ჭირდება და სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ეს აი იმიტომ მინდა რომ აი იმიტომ დაფიქსდეთ ბავშვები და იმიტომ შეგაწუხეს ჩვენ იმდენად ცოტა ღვინო გვაქვს რომ ღვინის გაყიდვით მე წინ ვერაფერს ვერ წავწევ ამიტომ მინდა რომ სტუმრები მივიღოთ რომ ჩვენი მეურნეობა განგვივითაროთ თუ თქვა მოვიდა ვიღაცა დარჩა თუ პროსტო შემოიარა დარჩენის არ გვაქვს მაგრამ ჯერ თუმცა გეგმავთ მაგრამ თუ ძალიან მოუნდათ გვაქვს რამე ინტერნეტში არა გაქვთ გვერდი არა კი Facebook გვერდი გვაქვს რა ქვია ირმას და კატოს ვენახები და მარანი ამ ხრივაც უნიკალური ლანდშაფტი გვაქვს აი იქეთაც არის ნახეთ ზემოთაც და იქაც მამა ჩემი ყვებოდა ხოლმე რომ მე ასე ვიცი გადმოცემითო რომ როდესაც მტრის შემოსევა იყო მოსახლეობა იქ აფარებდა თავსო სხვათა შორის ბევრჯერ ვცადეთ იქ ერთი ლაშქრობის ჩატარება და რაღაც აქამდე ვერ მოახერხეთ რამდენჯერმე დავგეგმეთ, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდებში თითქოს სპეციალურადო მგელი ჩამოვიდა ტყიდან. რაღაცა შინაური ცხოველები შეჭამა და ცოტა მოვერიდეთ იქ ასვლას. თუმცა ნამდვილად დაგეგმილი გვაქვს რომ ავიდეთ. არც ისე შორს არ არის. ზემოთ რომ ავალთ, იქ ზემოთ მოვაწყეთ ჩვენ ლაშქრობა მე დაგანახოთ იქ ჯვარია და იქ ისეთი ლანდშაფტია შესანიშნავი მთელი მტკვრის ხეობა ჩანს იქიდან. ძალიან კარგი სალაშქრო ადგილები გვაქვს ჩვენ. ბილიკი ადის კი. აი აქედან ამოდის ესე. აი აქედან. აი აქ არის გზა, ეხლა კი ბატონო, ჩვენ გავალთ ახლა იქა და გზაა და ბილიკი, აი მთიდან ძალიან კარგად ჩანს ის ბილიკი, რომელიც მიდის იმ გამოქვაბულებამდე. სახიზარებს ეძახიან, კი, შიშიანობის დროს. კი. იმაში და სხვათა ამ პროექტის მოთხოვნა. რო ესეთი უნდა ყოფილიყო. ღვინის გზის პროექტის მოთხოვნა, რომ მარანში უნდა გქონოდა სადეგუსტაციო სივრცე. და აი ასე ძალიან ბიუჯეტურად გავაკეთეთ ეს სადეგუსტაციო სივრცე. ჩემმა უმცროსმა მეგობრებმა მოიფიქრეს და კედლის ხატვა დაიწყეს. ნათიას დღეს უნდოდა ჩვენთან ჩამოსვლა, მაგრამ რაღაცა პროექტს აკეთებს და ვერ ჩამოვიდა და აი ჩვენ ნათია ხატავს ამას, კი. ფრესკის კეთება დაგიწყდა. ზურებს ხატავს, კი, ჩვენთან. და აი ასე აი აქეთ კატოს ვენახები. კი ბატონო. აჰა, შვენიერი. აი ეს რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან. აი ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რომ ჩვენ გვაქვს ორგანული მეურნეობა და ბუნებრივ ღვინოს ვაყენებთ. ეს არის ძალიან მეურნეობა, რომელშიც არ ვიყენებთ არანაირ შხამქიმიკატს, ვიყენებთ მხოლოდ შაბიამას და კირს და ძალიან დოზირებულად გოგირდს. არ ვიყენებთ ღვინოში არანაირ დანამატს. რო გაგიყიდათ ეგეთი მცდელობა ქონიათ? კი, როგორ არა. და ჩვენი ღვინის რაოდენობის შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, აი ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ სტუმრები სახლში მივიღოთ და ჩვენსავე მარანში დავაგემოვნებინოთ ჩვენი ბუნებრივი ღვინის კი გემოები. არა, ძალიან პიანურად არის მოფიქრებული რა. აქ ჩვენ გვაქვს საწნახელი. ეხლა ძალიან მუშა მდგომარეობაშია აქაურობა, რაღაც ღვინოები ჩამოვასხით და იმიტომ წელსაც ეს არის ჩემი ძმის აშენებული საწნახელი და ამ საწნახელში ვწურავთ ხოლმე ყურძენს, მერე გადაგვაქვს ხოლმე იქეთ უჟანგავებში, ბოცებში. სადაც ავარგებთ, ხო? დიახ, სადაც ვავარგებთ ხოლმე. ეს ღვინოა? ეს არის აი იმ ლანდშაფტის ფოტო ნახატი გაკეთებული. და ეს არის სეპაჟი ჩინურის და გორულას და ჩემ ძმას უყვარდა ეს ძალიან და ასეც დავარქვით ჩემი ძმის ღვინო დავარქვით და ცოტა დავაგემოვნოთ ეგ არის თავკუთი ხო? კი ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ტელევიზორის გადასაფარებელი აღმოვაჩინე და აქ მოვიტანე.
ფუნიკულიორის ფუნიკული და რესტორანი. კი, ტელევიზორი ჩააბარეს, მაგრამ ეს გადასაფარებელი დაგვრჩა. აბა ხო ტელევიზორზე გადასაფარებელი არ ყოფილა. ხელს მოხსოვს რაღაცებს საფარებელი. კი. არა ეს რაღაცა ქარხულს. კი, ეს ხელით გაკეთებული არ არის, ეს შეძენილია, კი. ხო, რაღაცა დაბიჯდი. კი. აგარ ეს გვინდა. კი ბატონო. ეს არის ჩვენი თავკვერი, უნიკალური გემოს. თავკვერი, მაგრამ ის ძალიან სხეულიანი და ძალიან ისეთი საინტერესო ღვინოა ნამდვილად ჩვენი თავკვერი. ეს თავკვერი კასპის რაიონის ის არის, რა ქვია? კი. სამშობლო რა. კახეთში არ მოდის, იმიტომ დაიწובה ის ძალიან დიდი. ქვემო ქართლშიც არის თავკვერი, მაგრამ ნახეთ მე ამ ბოლო დროს რაც ძალიან დავინტერესდი ვენახით და ღვინით სულ ვცდილობ რომ ვიკითხო ხოლმე და აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრნაირი თავკვერის ჯიშები არსებობს თურმე და ნუ აქაც არის, ქვემო ქართლშიც არის, კახეთშიც არის თუმცა ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისაგან. კი, ნამდვილად და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება და აი ეს კასპში ვისაც აქვს თავკვერი, აი იმ თავკვერებისგანაც განსხვავებულია, ეს არის აი ახტალას უძახიან იმ ადგილს კასპში, იქ კოლმეურნეობას, კი. კახეთში არ არის? კახეთში არის, მაგრამ აქაც უძახიან, აი კავთისხევისკენ რომ მივდივართ, იქეთ არის კასპიდან რომ გავდივართ, იქვე დიდი ზვრები იყო. იქ ეხა იქ ძალიან ნაკლებად არის ვენახი შემორჩენილი, მაგრამ ადრე მთლიანად ვენახები იყო და აი ჩემებმა იქედან გადმოიტანეს იმ ვენახიდან თავკვერის ეს ჯიში. და აი მე გაოცებული ვარ მისი გემოვნური თვისებებით. გაგვიმარჯოს. კი, გაგვიმარჯოს. ეს ფშრალი ღვინოა. იმიტომ მიყვარს ფშრალი. ის სრულ ჭაჭაზეა 3 კვირა ნადუღი. და საკმაოდ ისეთი მოჭიდება აქ. კი, ზოგს გონია ხოლმე რომ ეს არის ქვევრის, იმდენად ისეთი სტრუქტურა აქვს. კი, იმაზე რომ ჭაჭაზე კი. კი. სუბუქი ღვინო არ არის? არანაირად. სუბუქი არ არის ეს, კი. თუმცა არ ძალიან მაღალი αλკოჰოლი არ არის. არა, აი რამდენი ხანი წინ დავლი და ეხლა კიდე მომდევს და კიდე სხვანაირი აი ეგ იმაშლება რა, სხვადასხვა. ნუ არომატი აქვს არაჩვეულებრივი. აი რაღაცა ბარხატისებრი არომატი აქვს, რაღაცა ძალიან გადამწიფებული მაყლის არომატები ამოდის. და დიდხანს მიყვარდა. კი, ძალიან და ცოტა რო დალიოთ რაღაცა ერთი ალბათ. რაღაც დროის განმავლობაში თან ეს გემო ეხლა რასაც მეგზავნა, თავიდან ცოტა სიცხარე წამოიღო და მე ესეთ იმაში გადავიდა და ხო. ესეთი რბილი ხდება რაღაცა ბარხატისებრია, კი, რაღაცა. აი ეხლა უფრო სხვანაირი. უგემრიელესი. რაღაცა სუნიც. როგორ მიხარია რომ მე რაც მიყვარს თქვენც მოგეწონათ. არა მე მშრალი ღვინო მაგრამ მიყვარს. კი. ეს არის ჩემი კატოს ყველაზე საყვარელი ღვინო ჩვენი ღვინოებიდან. ხოდე? მოდი დადიკო, მირთვი. მეორეს უხვანაირად. პირველი რაღაც შოკი იყო რაღაცნაირი. რო არ მოეროდა. მირთვი და. ამარა ვიტამინების. კი, ნამდვილად. ძალიან საინტერესო. ქვემოთ მარანში გავსინჯოთ ჩვენი სხვა ღვინოები. კი ბატონო, ჩავმოვედით. იგივე, რავი,ენ არ მიბრუნდება რო თქვა საწარმო მეთქი, მაგრამ საწარმოა რა ფაქტიურად. ახლა შეიძლება რესტორანი მიიღოთ. რასაკვირველია და დიდი სიამოვნებით მიიღებთ. აი ეს ძველებური გარემოა. სტუმრებს. ეს უფრო მე-19 საუკუნის შუა ნახევარია. ხო, აი ფიროსმანის დროინდელი მაშინ ბოთლის ღვინო იყო ძალიან ისე ანტიკი იყო ამ ბოთლი და ტიქში ღვინო ვერ ნახავ და ბოთლში ასხავდნენ და აი ესეთი გარემოა ძალიან მაგარი. გათლილი მუხის კოჭებია. კოჭებით და დედაბოძებით. ხელით გაკეთებული. ანუ ძველი ავთენტური ის არის, რა ქვია. მარანია. საუკუნე ნახევარზე მეტი ხნის. ხო, ეს არის კასპში, თვითონ ქალაქ კასპში უკვე. საკმაოდ ძველი ქალაქია. რაიონული ცენტრი დიდი ხანი არ არის, რაც არის.
აი ახალ ქალაქი რო არის, წითელ სოფელი დაარქვეს. ჩვენი ქალაქი კასპი, როგორც ქალაქი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეშია უკვე ნახსენები. დები და დავაკრათ ახლა ჩვენს ვარდისფერ ღვინოს, რომელსაც დავარქვით ზემოჭალური ვარდისფერი ჩვენი ვენახის ადგილმდებარეობის შესაბამისად. ჩვენი 22 წლის ღვინოებს აქვს პატივი, რომ გამოიყენოს ბუნებრივი ღვინის ასოციაციის ნიშანი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ცალკე ინსპექტირების საფუძველზე 22 წლის ღვინოებზე. კი. მაშასე მეგობრებო. აი ეს იყო სულ აი კასპის პირდაპირ რაიონი რამისაკი კასპის ღვინოა. თვითონ კასპში მოწეული არჩი როგორ მოგეწონათ ალბათ ვინც ბოლომდე უყურა ღვინო ალბათ სულ ყველას მოწონს. მეღვინეობაც ეს არის ჩინური. ხო და ნუ ქართულ ხალხურად მე უკვე მწვადი შეიწვა, აი ბატონო ვანოი ან ჩვენი ბუხარი. და დიდი მადლობა რომ ესეთი კაი მასპინძლობა გაგვიძეთ, ეს რამე კაი გვაჩვენეთ. თქვენ მადლობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კიდე სხვების მოგვაწავენ რა. ერთი რამე ნაღდი დავადგინე რომ უცებ ვერ გამდიდრდებით ეს სხვა რაღაცა. რა საკვირველია. ღვინო უნდა გიყვარდეთ, მეღვინეობა უნდა გიყვარდეთ და ფული ნაკლებად უნდა გიყვარდეთ, რომ ბევრი იდეები უნდა გქონდეთ. აქამდე ამას ვაკეთებთ კი. თუმცა ღვინო რომ გქონდეს და ჩვენი ვენახი რომ განვითარდეს, შემოსავალიც გჭირდება, იმიტომ რომ ეს არის საქმიანობა, რომელიც საკმარისად ბევრ ფინანსებს მოითხოვს და ხარჯიანი არის, მაგრამ სამაგიეროდ მე ბოლოში ეს ყველაფერს რაღაცას გამოიტანს. აი ახლა ჩვენი შესანიშნავი ჩინური არის ქარვისფერი ჩინურით. ეს არის 22 წლის ღვინო, რომელიც სრულ ჭაჭაზეა დავარგებული 3 კვირის განმავლობაში და შემდეგ გამოცლილი აქვს. და კახური ფერზეა წასული. კი, შესანიშნავი ქარვისფერი. ესე ჩინური არ დამილია. აქვს, კი. სხვათა შორის ჩემები ჩინურს ცალკე არ აყენებდნენ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ცალკე დაგვეყენებინა და აი ასეთი შესანიშნავი. ეს მარტო ჩინურია, ხო? კი, მხოლოდ ჩინურია, სრულ ჭაჭაზე დაყენებული და შესანიშნავი არომატით, გემოვნებით და როგორც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა ბრძანა, ჩინური ეს არის კასპური თეთრი. და მე ძალიან ვამაყობ ხოლმე, როდესაც ამას ვამბობ ხოლმე და სულ ვცდილობთ, რომ ჩვენი ჩინურით გავამართლოთ, რატომ არის ეს კასპური თეთრი. მე ვფიქრობ, რომ ყველას მოეწონება, ვინც აქამდე დააგემოვნა, ყველას მოეწონა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს მომავალ სტუმრებსაც მოეწონებათ ჩვენი ჩინური. თქვენს აზრსაც ძალიან გავითვალისწინებთ, როგორ გემოზე მიირთმევთ და როგორ მოგეწონებათ ასე ცალკე დაყენებული ჩვენი ჩინური. ეხლა თქვენი პოვნო ადამიანს მომდოს როგორ გიპოვნოთ? ჩვენ ვართ კასპში. ჩემი ტელეფონის ნომერი არის 599. ხომ დავწერ მე ვიდეოს ახსენაში ტელეფონს. ან კონსულტაცია დაჭიდეს, ან რჩევა. კი ბატონო, ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვირეკონ. თუ მაშინვე ვერ ვუპასუხეთ, ნუ 10 მაქსიმუმ 10 წუთში აუცილებლად ვუპასუხებ. ან მეილსაც დავწერ თქვენსაც თუ. კი ბატონო და გარდა ამისა Facebook გვერდზე შეუძლიათ მოგწერონ. რა ქვია Facebook? ჩვენს Facebook გვერდს ქვია ირმას და კატოს ვენახები და მარანი. და იქ შეუძლიათ მოგწერონ. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ბევრი სტუმარი გვეწვიოს. ქართველებიც, უცხოელებიც გაასინჯონ ჩვენი მართლაც ძალიან კარგი ღვინოები. თბილისიდან ვართ 45 წუთი სავარზე. კი. აქვეა. აქვე ვართ. აი გზამოთის. კი. უნიკალურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვენთან
შესანიშნავი არის გაზაფხულის დასაწყისიდან დაზამთრებამდე ყოფნა. აი ზამთარში ამ მარანში მშვენიერი მარანი. კი ბატონო, ზამთარში აქ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ყველას, თუმცა ზოგს ის ზამთრის გარემოც მოწონს და გარეთაც გავასეირნებთ. ღვინის დალევა ყოლს კაია. რა საკვირველია. რა საკვირველია. თქვენ საქმიანობას გაუმარჯოს. მადლობა, გაგვიმარჯოს. ქართულ ღვინოს და ღვინის ნამდვილი ღვინის მოყვარულ ადამიანებს გაუმარჯოს. საერთოდ ძალიან რბილად წავიდა იმასთან შედარებით. მშრალი არ არის, რაღაც არ არის მშრალი. მშრალი ესეც, მაგრამ სუბუქია. ხო, ის უფრო მშრალი იყო. კი, თავკვერი, კი. ის უფრო რაღაც ცოტა მომძიმდეს. კი. ძალიან გიბრი. ჩინური მაინც სუბუქი ღვინოა და ხო, არა, ესეთი კახურის ფერის რო იყო, ვიფიქრე რომ მეთქი ისეთი იქნებოდა კახურით მძიმე, მაგრამ არა, რა ჩინურიც მომწვანო ფერია და ღია, მაგრამ აი ამ ფერი ფორთოხლის ფერი ჩინური პირველად. კი, ის როდესაც უჭაჭოთ დუღდება. ო, ადრე აცლიან ხოლმე. კი, მაგრამ აი ასე ჭაჭაზე დავარგებული, აი ასეთ ფერს ბოლომდე აი ფერი მინდა რომ ნახოთ. კი. ახლა მოიტანე შესანიშნავი ქარვის ფერი. თეთრი მასე რა, შეხედეთ რა ფერია თვითონ. ჩინური ეს არის იშვიათი ფერის რა. აი უჭაჭოში ახლა რომ გავსინჯავთ ჩვენ, აი ამ ღვინოში, რომელსაც ჩემი ძმის ღვინო ჰქვია, იმიტომ რომ ჩემ ძმას უყვარდა ძალიან და ასე დავარქვით ამ ღვინოს. ეს არის ჩინურისა და გორულას სეპაჟი და აი ეს არის თეთრი ღვინო. აი გამჭვირვალე ისეთი. როგორიც კი ბატონო, მოთეთრო მომწვანო, როგორიც უმრავლესობას წარმოუდგენია ჩინური, შამპანურის, ასე ვთქვათ, შუშხუნა ღვინის კი ფერი. ეს არ შუშხუნა არ არის. ცხვანერი მიმოხდა? არა, ეს ისეთი მშრალი, მაგრამ ძალიან სუბუქი, ხალისიანი ღვინო გამოგვივიდა. გაიხარეთ რომ ესეთ კაი ღვინოს აკეთეთ. ვარდისფერი ღვინის შესახებაც რაღაც შეიძლებოდა გვეთქვა თუ მე ესაც მშრალი ღვინოა სხვათა შორის. კი. ეს არის მშრალი ღვინო. ესაც სრულ ჭაჭაზეა დაყენებული. ეს არის ჩინურის გორულას და თავკვერის სეპაში. ერთადაა დადუღებული სამივე. კი. ძალიან ისეთი კარგი არომატები აქვს. თავკვერის კი, თავკვერის არომატია. მე ცოტა ვიაქტიურე და ეს გამომესხა. თვითონ ეს ფერი რო გამოიწვია. კი, აი. აი ხა გავხსნი გორულ ჩინურის სეპაჟს და ფერს. ანუ აი ესეთი რაღაცა შესანიშნავი. ცოტა ზურმუხი. ვარდისფერია. გავსინჯვა. ბროწეულისფერია უფრო რაღაც ისეთი. და აი ამის ფერი. ხო, აი ეს. აი. ჩინური და ეს მეორე ჩინური, ანუ აი ეს ახლო მიიტანე, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ფერით. კი. ეს არის ჭაჭის გარეშე. აი ესეც. კი ბატონო. ესეთი არ დამელევა. ამის გემო. კი. ესეც ძალიან საინტერესო გემოები აქვს ჩვენს ვარდისფერ ღვინოს. სუსხვანერია. კი. მაგარია. ღვინო მაგარია საერთოდ ზოგადად. კი. ძალიან მშვენიერ ღვინოს აკეთებთ ამზადეთ და გაიხარეთ, მადლობა. იმედია რომ სხვა მეღვინეებიც არ მოგვბაძავენ, ვინც ღვინოების პრეტენზია აქვს, რომ დაამზადონ, იშვიათია ხა თქვენერი ხალხი, ვინც ესეთ რაღაცებს აკეთებს. პირდაპირ ვერ გამდიებია, ფული უნდა და უნდა ის რა ქვია, ის რაღაცა რომ არ უნდა მოეშვათ, ხო, იდეურად უნდა იშვათ. კი. ნუ ესეთი რაღაცა გააკეთო და ყურძენი კი არ იყიდო და დაამზადო, თქვენთან გააკეთოთ ყურძენი რომ მიხედოთ თავიდან ბოლომდე, თქვენ ამაში ხო არაფერია ჩარეული. ხოლო ჩვენი ყურძენია. არ ყიდულობთ არაფერს. ხოლო თქვენი ჭურჭელი, თქვენი ბოთლი, თქვენი შრომა. ამიტომ გვაქვს ჩვენ შეზღუდული რაოდენობით ღვინო, რომ ხოლო ჩვენ ყურძენს ვწურავთ. ერთი ადამიანი, ერთი ოჯახი აკეთებს თავიდან ბოლომდე, მორწყვიდან დაწყებული, გასწვლიდან დაწყებული ყველაფერს. თუმცა ჩვენ ვაზებს არ ვწყავთ, ხოლოდ ახალ შენს ვწყავთ. ხოლო ერთი გაიტანოს. ვაზი ხშირად თუ მორწყეს, მე ფესვი გაუზარო მაცდება, აღარ წაიღებს და დარჩების ესე და მალე ამოვარტებ ეკეთებს. კი. წყლიანობა არ უყურს.
კი. ამით გამოვიმშვიდობთ. ძმებო, დებო, რავი, ვინც გიყურებთ და ვინც ბოლომდე უყურებთ, ნაღდი ღვინის მო, თქვენს გაგიმორთ. კარგად იყავით. გენაც ვარ, დემო გვარაღიან თავში.